თვის განმავლობაში დამევალა, რომ ყოფილიყავი გარე პერიმეტრის უსაფრთხოებაზე და პატრულირება შემესრულებინა. გადაბარების პროცესში კონკრეტულად 3 აგვისტოს, როდესაც ვიბარებდი, მოხდა აფეთქება, ასე ვთქვათ, ბაგრამის სააერო ბაზიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, როდესაც მე ვიბარებდი, ასე ვთქვათ, ხოდა გადაბარება. სიტუაცია ისეთი იყო ძალიან უცნაური. ქალბატონი გადაადგილდება ბავშვებთან ერთად, მიდის სკოლაში, ბაღში ან სადღაც, ხო? ან სახლში თუნდაც. ორივე ხელებში ეჭირა, ასე ვთქვათ, ბავშვები, 2 პატარა ბავშვი. და მეტნაკლებად ეჭვი გაგვიფანტა იმან, რომ ეს იყო ტერორისტი. მაგრამ როდესაც მიუახლოვდა ჩვენს კოლონას, თვითმკვლელი ტერორისტი ქალის ჩადრით იყო გადაცმული, აიფეთქა თავი. აფეთქების შედეგად გარდაგვეცვალა ერთი სამხედრო მოსამსახური საუბედუროდ. ეს იყო დინარი ბებიაშვილი. ეს იყო პირველი, ასე ვთქვათ, აფეთქება, რაც მოხდა საბრძოლო ნათლობა, სადაც დაჭრილები გადავიყვანე, მოახდინე ბაზაზე მათი ევაკუაცია და პლუს გარდაცვლილი დინარი ბებიაშვილის ტრანსპორტირებაც. როდესაც აფეთქება მოხდა, მე ვიმყოფებოდი უსაფრთხო ადგილას მეტნაკლებად, კედელი მეფარებოდა. უსაფრთხო ადგილი დავტოვე, გავედი აფეთქების ადგილას, მივედი, ქვედანაყოფის მივეცი დავალება, რომ მოემზადებინა ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი, 2 ჯავშანტრანსპორტიორმა მოამზადა ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი, ხოლო 2 ჯავშანტრანსპორტიორი გამოვიძახე აფეთქების ადგილას და დავიწყე დაჭრილებისა და პლუს გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადაყვანა ვერტმფრენის დასაშვება ადგილზე. მომცეს სიცოცხლის გადარჩენისთვის медали და ეს იყო ჩემი პირველი ჯილდო, რაც მივიღე, ასე ვთქვათ, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს. ეს იყო პირველი საბრძოლო ნათლება და სხვათა შორის წარმატებული პირველი ჩემთვის, მაგრამ წარუმატებელი ზოგადად იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დავკარგეთ ერთი სამხედრო ღირსეული მოსამსახურე. 6 სექტემბერს დაგვევალა ახალი პატრულირება. მაგრამ როდესაც ბრძანება გამოიცა სემგომის მიერ, შემდგომ მოემზადეთ, უკვე უნდა გავსულიყავით, შეიცვალა, გადაიდო. მე ისევ, ასე ვთქვათ, განკარგულება იყო, რომ გავსულიყავით, პატრულირება გაგვეკეთებინა, გარე პერიმეტრის უსაფრთხოება, ისევ შეიცვალა, ანუ რაღაცნაირად უცნაური დღე იყო, ანუ ეს ბრძანებები მოდიოდა იქედან გამომდინარე, რომ რაღაცა საფრთხეს და თავდასხმას ელოდებოდნენ ბაზაზე, შემოჭრას, უпроსტოდ. ამიტომ, რადგან ბაზაზე ელოდებოდნენ, არ უნდათ, რომ ბაზიდან გავსულიყავით. ბაგრამის სააერო ბაზის წინ ტერიტორია ისე არის განლაგებული, რომ სადაც არის ბაზა, ბაზის წინ არის ავღანელებისთვის განკუთვნილი ტრაილერებისთვის პარკინგის ადგილი, სადღაც ავღანელები მოდიან და ამ ტრაილერებს აჩერებენ. დაახლოებით ბაგრამის ბაზაზე 40,000 ადამიანი არის დისლოცირებული, ძალიან დიდი ბაზაა. სანამ ბაზაზე შედის ეს კონტეინერები, მანამდე გადის პატრულის მიერ ვიზუალურ ჩხრეკას. რაიმე ნახმი არ ქონდეს ამოკრული, ან რაღაცა ისეთი უცნაურად არ გამოიყურებოდეს, ძღოლი ჩამოიყვანო, გაესაუბრო, ერთ-ერთ ტრაილერთან იმალებოდა ეს
თვითმკვლელი ტერორისტი ტერორისტი ცდილობდა შესულიყო ბაზაზე. ბაზა რაღაცებს გაურკვევლად ავღანურ ენაზე იძახდა რაღაცებს შესაბამისად მე მივიღე გადაწყვეტილება რომ ის შეგვემოწმებინა და არ შესულიყო ბაზაზე. ჩემი ორი ჯარისკაცი აკეთებდა უსაფრთხოებას, ავღანელი თარჯიმანი მივიდა მასთან. ძალიან დიდი ხნის საუბარი გაიმართა მათ შორისო, იმაზე დიდი, ვიდრე შეიძლება გამართულიყო, რომ უბრალოდ მას უნდა ეთქვათ, დაეტოვებინა ტერიტორია და გამოსულიყო, მაგრამ არა. და ჩემი ძმა მაგიქვა, რომ აქ იყო რაღაცა საეჭვო. აქ შეიძლება ყოფილიყო ერთმანეთში გარიგებაში, ნაცნობობა ქონოდათ და ასე ვთქვათ, ძალიან რთული ვითარება შეექმნა იქ პოზიციაზე. ჩვენ მას შესაძლებლობას არ მივცემდით, რომ შესულიყო ბაგრამის ბაზაზე და იფიქრა, რადგან გამშიფრეს და ასე ვთქვათ, უკვე წაიკითხეთ ჩემი გეგმა, ერთ-ორ სამხედრო მოსამსახურეს მაინც მინიმუმ დავაზიანებ. უცნაური ის იყო, რომ ამ თვითმკვლელ ტერორისტს თვითონ ბენზინის აუზში ჰქონდა ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი. და ეს იმდენად შეუმჩნეველი იყო და იმდენად ასე ვთქვათ, ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, რომ როგორც წინა აფეთქება როა ეს ბავშვები რო გადაყავდა და აფეთქება მოხდა, დაახლოებით აი ძალიან ჭკვიანურად მოახდინა აი ამის დაფარვა, რომ არც წელზე ქონდა, იმიტომ რომ არანაირი სამ ჩანდამ რომ მას ასე ვთქვათ ბომბი ქონდა შემოხეული ან ჯიჰადის გამარი ქონდა და თითქოს ვცდილობდი რომ ეს რამენაირად გამერიდებინა ჩემი სამხედრობის მივიჩინე გადაწყვეტილება მივიღე რომ აი დამეძახებიდან გამოდით რაღაც ანუ ესე მე ფიქრა რაღაცა უკვე მაგის დროს არ მივიჩინე რომ იყო ჩემი ჯარისკაცები ახლოს იყვნენ მისულებიდან შესაბამისად მე მათთან მივედი მოხდა აფეთქება ძალიან ძლიერი აფეთქება მოკლედ უძლიერესი აფეთქება დამიზიანა მარჯვენა კიდური ესე ვთქვათ მარჯვენა ფეხი მარჯვენა მხარეს თავის ქალა ასე ვთქვათ ჩატეხა მარჯვენა თვალი ასე ვთქვათ იმ მომენტშივე გამოიყვანა წყობრიდან ისეთ ააზიანა და ამავე დროს ბენზინი გადამესხა და გამეკიდა ცეცხლი და ცოცხლად ვიწვოდი.